ევროპარლამენტის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი, რომელიც საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით განსაკუთრებით იმედის მომცემია. ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი დონალდ ტუსკი მარტინ შულცს წერილს უგზავნის და ჩვენი ქვეყნისთვის და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების მნიშვნელობას ახსენებს. საკითხის გადაწყვეტა ევროკავშირის სანდოობას და რეპუტაციას ეხება, წერს ტუსკი და ხაზს უსვამს, რომ საქართველომ და უკრაინამ უვიზო რეჟიმის მისაღებად მტკივნეული რეფორმები გაატარეს. ეს იქნება შეცდომა თუ ყველა ძალისხმევას არ მივმართავთ ამ პროცესის დასასრულებლად. არ უნდა დაუშვათ, რომ ისინი, ვინც გვენდნენ, ჩვენი შიდა განხილვების მსხვერპლნი გახდნენ. ნათქვამია წერილში, რომელიც ქეთი ქარდავამ დღეს ექსკლუზიურად მოიპოვა. ტუსკი ევროპარლამენტს მოუწოდებს, რომ ბოლო, ანუ ეგრეთ წოდებული შეჩერების მექანიზმის განხილვის ეტაპზე განსაკუთრებით აქტიური იყოს ევროპარლამენტი. ჩართვა ბრიუსელიდან ქეთი ქარდავა გაგვაცნობს ახლა რა რეაქციები მოჰყვა წერილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან. ვიზა ლიბერალიზაციაზე და უვიზო რეჟიმის წინაპირობაზე დროებითი შეჩერების მექანიზმზე კონსენსუსის აუცილებლობაზე კომენტარი ვთხოვეთ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვესაუბრეთ ასევე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ საქართველოს და უკრაინას მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლების მიმართ ბრიუსელში ბევრი კითხვაა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ტემპის გამო კარგა ხნის წინ უნდა მინიჭებოდათ უვიზო მიმოსვლა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უკვე უნდა შეეძლოთ ბარიერების გარეშე გადაადგილება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. მათი აზრით, თავიდანვე იყო დაშვებული შეცდომა, როდესაც რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ დროებითი შეჩერების მექანიზმი დაუკავშირა უვიზო რეჟიმის ამოქმედებას. ჩვენი რესპონდენტები ფიქრობენ, რომ ორგანიზაციამ დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ამით აჩვენოს პარტნიორებს, რომ მათ მისწრაფებას პატივსცემს. ჩემი აზრით, ევროკავშირი ძალიან უსამართლოა საქართველოს და უკრაინის მიმართ, ვინაიდან ამ ქვეყნებმა დააკმაყოფილეს მოთხოვნები. საქართველომაც და უკრაინამაც უნდა მიიღონ უვიზო მიმოსვლა, ეს უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. უნგრეთს ხშირად აკრიტიკებენ, რომ თითქოს რუსეთის მიმართ ყოველთვის პირდაპირ არ ვართ. მე ასეთ კითხვას დავსვამ, რა ეხმარება უფრო მეტად რუსულ პროპაგანდას, ვიდრე საქართველოსთვის და უკრაინისთვის უმიზეზოდ უვიზო რეჟიმის მინიჭების გაჭიანურება. ფიქრობ, რომ ეს ყველაზე მეტად ეხმარება. თუ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ საფრთხის ქვეშ ვაყენებთ მთელი ორგანიზაციის სანდობას. უკრაინისთვის ორი უმნიშვნელოვანესი საკითხია: ერთი თავისუფალი ვაჭრობა და მეორე უვიზო მიმოსვლა. ორივე დაბლოკილია ან ევროპული ინსტიტუტების მიერ, ან შედარებით ხანდაზმული წევრი ქვეყნებისგან. თავისუფალი ვაჭრობა არამოქმედებულა იმ ქვეყნის გამო, რომელიც საკუთარ თავს ყველაზე ევროპულს და გახსნილს უწოდებს, ესაა ნიდერლანდები. უვიზო რეჟიმი კი არამოქმედებულა ევროკავშირის ინსტიტუტების სრულიად აუხსნელი საქციელის გამო. საქართველომ და უკრაინამ უნდა მიიღონ უვიზო დღესვე, ყველაზე გვიან ხვალ. წერილის გაგზავნის დრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ კვირაში ველოდებით შეთანხმებას დროებითი შეჩერების მექანიზმზე. რას ელოდებით და როდის პროცესის დასრულებას? ფიქრობ, რომ ტუსკის წერილი პროცესს დაეხმარება, ვინაიდან ეს მიუთითებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სურვილზე. მნიშვნელოვანია, რომ დროებითი შეჩერების მექანიზმი არ ეხება საქართველოს და უკრაინას. ეს შიდა ინსტიტუციონალური საკითხია. თქვენ სამწუხაროდ ხდებით პროცესის მძევალი. ჩვენ ყველამ ერთად ყურადღების კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ მთავარ მიზანზე და ეს მიზანი კი საქართველოსთვის და უკრაინისთვის ვიზების გაუქმებაა. როდესაც საუბარია ორგანიზაციის სანდოობაზე და რეპუტაციაზე, გაჭიანურებული პროცესის გამო რას ფიქრობთ? დიახ, ეს არის სანდოობის თემა, ვინაიდან ჩვენ ვაყალიბებთ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს. საქართველოს ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული აქვს და ევროკავშირს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე. ჩვენ უნდა შევასრულოთ დაპირება. ჩემთვის პირადად სანდოობას უდიდესი დატვირთვა აქვს. სანდოობის შენარჩუნება მხოლოდ დაპირების შესრულებით შეგვიძლია. სლოვაკეთი არის 1 იანვრამდე თავმჯდომარე ქვეყანა. რამდენად შესაძლებელია, რომ მოესწროს 1 იანვრამდე ყველა პროცედურის დასრულება? ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს. ეს ჩვენი და თქვენი წარმატება იქნება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გააკეთეს გასულ კვირას, როდესაც გაიმართა ევროკავშირის საქართველოს ასოცირების საბჭო და ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს გავრცელებულ წერილზე და კონსულტაციებზე, რომელიც მიმდინარეობს რეგულაციის რეფორმაზე. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში იმყოფება. მე არ მინდა არანაირი კომენტარი გავაკეთო ევროკავშირის ინსტიტუტების შიგნით მიმდინარე მოლაპარაკებებზე და დისკუსიაზე, მაგრამ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ამ წერილით, რომელიც გასაჯაროვდა კიდევ ერთხელ
ხაზი გაესვა ამ საკითხის საქართველოსთან ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის პრიორიტეტულობას როგორც ევროპული ინსტიტუტებისთვის ასევე ევროპული პოლიტიკისთვის დარწმუნებული ვარ ესეთი პოლიტიკური მხარდაჭერით ეს პროცესი მალე დასრულდება. რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმოქმედი ელჩები ხვალ კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან ევროპულ საბჭოში და თუ ისინი შეთანხმდებიან და იქნება კონსენსუსი მიღწეული, მაშინ საკითხი კენჭისყრაზე გავა ამ კვირაში ლიბეს კომიტეტში.